უდაბნოის ადგილია, სადაც იმპერიები დასაქცევად მიდიან, სადაც ომის ბედს გამძლეობა წყვეტს და არა ბრჭყვიალა იარაღი. უსასრულო ქვიშისა და სიჩუმის სამეფო, რომელშიც არმიებს ჰორიზონტი ყლაბავს, ხოლო ქარი ყველა ტრიუმფსა თუ მარცხს ნაკვალევით შლის. უდაბნოში ისტორია მელმის ნაცვლად ტვრითა და სისხლით იწერება, ხოლო ყველაზე მყარ ფოლადსაც კი მზე ყინულივით ადნობს. საუკუნეების განმავლობაში აქ მოსულ მხედართ მთავრებს ეგონათ, რომ ბრძოლის ველზე იმარჯვებს ის, ვისი არმიაც უფრო დიდია, ვინც უფრო სქელი აბჯრითაა შემოსილი და ის, ვისი იარაღიც უფრო ხმამაღალი და მძლავრია. თუმცა ვერ ითვალისწინებდნენ, რომ უდაბნო უბრალო ადამიანების ლოგიკას არ ემორჩილება. ამ გაკვეთილის მიღება მუამარ კადაფის შესაძლოთა შორის ყველაზე არასასიამოვნო გზით მოუწია. 1980-იანი წლების ბოლოს ჩადისა და ლიბიის დიუნებს შორის სოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა. ჩადელებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი არათუ მეტალისგან, არამედ შეუპოვრობისგან მზადდება და ძლიერი ტყვია ის კი არ არის, რომელიც მსხვილ კალიბრიანი იარაღიდან ანასროლი, არამედ ის, რომელიც მოწინააღმდეგეს შუბლში ხვდება. მაღლა მეაქვს ამ ჩათლახს თუ. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, ეს ვიდეო ეხება ომს, რომელშიც სუსტმა ძლიერის წინაშე დაჩოქებაზე უარი განაცხადა. კონფლიქტს, რომელშიც ძალა სისწრაფემ დაამარცხა და ტექნოლოგიას, რომელმაც სამხედრო ისტორია სამუდამოდ შეცვალა. დიახ, ეს დავითისა და გოლიათის ისტორიაა, თუმცა ამ შემთხვევაში დავითმა გოლიათს ქვის ნაცვლად Toyota Hilux-ი ესროლა. ლევან, ერთი Paint It Black-ის ინსტრუმენტალი გაუშვირა. თუ ბრიტანულ კინოკლასიკას იცნობთ, აუცილებლად გემახსოვრებათ პრინცი ფეისალის სიტყვები. არც ერთ არაბს არ უყვარს უდაბნო. ჩვენ წყალი და მწვანე ხეები გვიყვარს. უდაბნოში ხომ არაფერია. თუმცა ალეკ გინესის პერსონაჟს გასაგები მიზეზების გამო მხედველობიდან გამორჩა, რომ უდაბნო ძალიან მიმზიდველია მაშინ, როდესაც იქ ურანის გიგანტური მარაგი გეგულება. და ხო, ისიც რომ ჩადელების 88% არაბი არ არის და თავიანთი სალი ქვიშების სხვა ქვეყნის სამოთხეზე გაცვლას სულაც არ აპირებენ. მოკლედ 1987 წელია. ზივარ კაბინეტში, უცებ შიკრიკი შემოდის და წერილს მაძვლის. ჰაილუქსებზე და ლენდ კრუიზერებზე ამხედრებული ჩადელები უკვე ლიბიაში არიან და ჯოჯოხეთს ატრიალებენ. ჩემი მძიმე ტექნიკა აღარ არსებობს. დიახ, მე მუამარ ბენ მუჰამედ აბუმენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფი ვარ და თუ გაინტერესებს, აქამდე როგორ მოვედი. ამ ვიდეოს ბოლომდე მოусმინე. მაგრამ სანამ მაგას იზამ, გამოიწერე არხი. რა დავიჯერო ასეთ ამბავს, ვინმე ისტორიის გაკვეთილზე მოგიყვება. ვისთვის ვლაპარაკობ მე ამდენს? მეტი. ამ კონფლიქტის სათავეების ძიება ძალიან შორს არ წაგვიყვანს. მაქსიმუმ წინადებამდე. ყველაფრის თავი და ბოლო აქ ლიბიელი პოლკოვნიკია, რომელსაც ნავთობის გიგანტური მარაგების დამსახურებით დასავლეთსა და აღმოსავლეთში ყველა ემეგობრებოდა. ამ უკანასკნელმა კი მთავარ პარტნიორად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი აირჩია, რამაც დასავლური სახელმწიფოები ძალიან გაანაწყენა.
კადაფის კარგად ესმოდა, რომ ცივომში მყოფ სამყაროში საგარეო პოლიტიკური ბალანსი ნავთობზე მეტად ბირთვული არ აღსეჭირა. მის გარეშე დიქტატორი მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა. შესაძლოა ერთ დღესაც ლიბიის სანაპიროებთან დემოკრატიის დასამყარებლად ჩამოსული არმია გამოჩენილიყო. მეორე მხარეს კი ჩადი დგას პოსტკოლონიური სახელმწიფო, რომელიც დაარსების დღიდან სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული. ფრანსუა ტომბალბაიმ, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა 1972 წელს ლიბიას ეგრეთ წოდებული აუზუს ხაზი დაუთმო. რეგიონი, რომელშიც გავრცელებული ცნობებით ატომური პროგრამისთვის აუცილებელი ურანის დიდი მარაგი მდებარეობდა. სანაცვლოდ კი ლიბიის დიქტატორმა ტომბალბაის მოწინააღმდეგეების შეიარაღება და დაფინანსება შეწყვიტა. ამან ჩადის კორუმპირებულ მმართველს ვერ უშველა. 1975 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მისი ძალაუფლება დაემხო და თავადაც ამ მოვლენას შეეწირა. საბოლოოდ, აუზუს ხაზი აფრიკის ორ ქვეყანას შორის განხეთქილების ვაშლად და თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის მიზეზად იქცა. ფრანგმა აკადემიკოსებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების IQ, რომლებსაც კრისტალ აუტოს არხი აქვთ გამოწერილი, აინშტაინის IQ-ზე ბევრად მაღალია. გამოიწერე ჩვენი არხი, გააოცე ყველა. წელს პუტჩების 7 წლიანი ციკლის შემდეგ ჩადში ძალაუფლება ხელში ჰისენ ჰაბრემ ჩაიგდო. ამბიციურობითა და სისასტიკით გამორჩეულმა სამხედრო მეთაურმა, რომლის სახლშიც 1990 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ 50 ადამიანის გვამი იპოვეს. კადაფისა და ჰაბრეს ურთიერთობა თავიდანვე დაძაბული იყო. ლიბიის დიქტატორი ჩადის ახალი ლიდერის წინააღმდეგ მებრძოლ შეიარაღებულ ჯგუფებს აფინანსებდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქვეყანაში პირდაპირ სამხედრო ინტერვენციისთვისაც ემზადებოდა. 1993 წელს ლიბიის სამხედრო ძალებმა ჩადის საზღვარი გადაკვეთეს. გაცხადებული მიზანი ჰაბრეს წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული ერთობის გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერა იყო. უკეთ შეიარაღებულმა ლიბიელებმა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი მარტივად დაიკავეს, რის შემდეგაც ჩადის საშველად ყოფილი კოლონიზატორის საფრანგეთის არმია მოვიდა, რომელმაც კადაფის თავდასხმაში აჩერა და ქვეყანა დროებით მე-16 პარალელის გასწვრივ შუაზე გახო. ეს მუამარს ძალიან აწყობდა. ომი გრძელდებოდა, თუმცა აუზუს ხაზი ფრონტიდან ძალიან შორს იყო და ერთი შეხედვით იმის შანსი, რომ ჩადიოდეს მეოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა, მიზერულად მოსჩანდა. შემდეგი 3 წლის განმავლობაში ჰისენ ჰაბრემ საუკეთესო რომაული ტრადიციებითი ხელმძღვანელა დაჰყო დაიბატონა, რის შედეგადაც ეროვნული ერთობის ამბოხებულების უდიდესი ნაწილი გადმოიბირა. ამან კი ლიბიის საოკუპაციო ძალების ჩრდილოეთ ჩადში ყოფნას ყოველგვარი ლეგიტიმაცია გამოაცალა. თუ 1993 წელს ჩადის არმია კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული რამდენიმე 1000 ფეხშიშველა ჯარისკაცისგან შედგებოდა, 1997 წლის დასაწყისისთვის ჰაბრე საფრანგეთის ავიაციის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა და ტოიოტას 400 ახალი პიკაპიც ჰყავდა, რომლებმაც რამდენიმე თვეში ომი თავდაღირა დააყენეს. საბჭოთა წარმოების ტანკი T-55-ია. ძალადობისადან გრევისთვის შექმნილი 40 ტონიანი ურჩხული. ომის შეუბრალებელი, გამანადგურებელი და ეფექტიანი მანქანა. რომლის გუმბათიდანაც განწირულ მტერს 100 მმ-იანი ქვემეხი გადმოხურებს. T-55-ის გასროლილი ჭურვი ყველგან მოგაგნებთ. მის ფოლადის კორპუსს არაფრის ეშინია. ვერავინ გაექცევა მის მრისხანებას. სულ მიწაშიც რომ ჩაწვრეს. თუ რა თქმა უნდა, ამ მანქანის ბორძზე არ ხართ შემოსკუპებული. ეს Toyota Hilux-ია.
მანქანა ჩაკუჩი, მანქანა რემბო, მანქანა ტარაკანა, რომლის უკანა ბორტიც ყველაფრის დადებას უძლებს. წყლით სავსე ცისტერნი დაწყებული, მილანის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადის სარაკეტო კომპლექსი დამთავრებული. ავტომობილი, რომელიც სრული სვლით გაივლის იქ, სადაც ტანკები გემის ღუზასავით იძირებიან. ჰაილუქს ყველაფრის ატანა შეუძლია. ჯოჯოხეთური სიცხე, დაუსრულებლად დიდი მანძილი და რთულად გასავლელი რელიეფი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო თუ მოხდა სასწაული და პიკაპი გაფუჭდა, მის შეკეთებას ყველაზე პრიმიტიული ხელსაწყოებით დამწყები ხელოსანი შეძლებს. Toyotas 2.4 ლიტრიანი დიზელი ზრავა, რომლითაც ჩადელთა ჰაილუქსების უდიდესი ნაწილი იყო აღჭურვილი, მუშაობს ყველაფერზე, რასაც საწვავის სუნი აქვს. სრული ამძრავობის დამსახურებით ქვიშაზე 100-120 კმ/სთ სიჩქარითაც მშვენივრად მანევრირებს. ამ დროს კი დეპრესიაში ჩავარდნილი კუს ნაბიჯებით მცოცავი T-55 მის მიზანში ამოღებას წარუმატებლად ცდილობს. შემოდგით, მის ბორტზე 14.5 მმ-იანი ტყვიამფრქვევიან ტანკსაწინააღმდეგო გამშვები დანადგარი და იაპონელი მეთევზეების საყვარელი ავტომობილი უცებ ძალიან დიდ პრობლემად. ტანკზე მონადირე ცუდ ბიჭად გადაიქცევა. ომის მეორე გმირსაც ნუ დავივიწყებთ. თუ ჰაილუქსი ტარაკანასა და რემბოს შევადარეთ, მაშინ Land Cruiser-ი აკლემი და ტერმინატორია. ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ზურგზე ერთბაშად მთელი რაზმი, იარაღები, ტყვია-წამალი, წყალი და მტრის ოცნებები მოიკიდოს. და ამაზე არც ერთხელ არ დაიწუწუნოს. თუ გაინტერესებთ, რატომ მიაწოდა მოკავშირე საფრანგეთმა ჩაც, პიკაპები და არა ტანკები, მარტივად გიპასუხებთ. ომს ისიგებს, ვინც მეტ საქმეს ნაკლები რესურსის ხარჯვით აკეთებს. 1970-იან წლებში ტანკის საშუალო საექსპორტო ფასი $200,000 შეადგენდა, როცა 1980 წლის Land Cruiser-ი 30,000 ღირდა. თქვენ რომელი გირჩევნიათ? 10 ტანკი თუ 66 Toyota? ხო, კარგი. კონვენციური ომის პირობებში ჩვენც ტანკი გვირჩევნია, მაგრამ აბა საჰარას უდაბნოში მებრძოლ ხალხს კითხეთ. ვისაც ოდნავ შელახული ავტომობილი ხოლია, ეცოდინება, რომ ტრანსპორტის შეძენა ერთი თავის ტკივილია, მისი შენახვა კი მეორე. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. 500 ცხენი ძალიან ტანკს 500 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 850 ლიტრის საწვავი სჭირდებოდა, ხოლო Land Cruiser-ს 20. ესეც რომ არ იყოს, დაზიანებული ტანკის ბრძოლის ველზე დაბრუნებას მექანიკოსთა რაზმი და რამდენიმე დღიანი შრომა სჭირდება, როცა Toyota-ს მარტივი მექანიზმები შეკეთება ერთ კარგ მექანიკოს რამდენიმე საათში შეუძლია. ყველაზე ირონიული კი მაინც ის არის, რომ საფრანგეთმა პიკაპები ხისენ-ჰაბრეს ქვეითი ჯარის მობილურობის გასაზრდელად მისცა. მათ უკანა ბორტზე ქვემეხების დამაგრება კი ჩადელებმა თავად მოიფიქრეს. არ იფიქროთ, რომ ეს უნიკალური ტაქტიკაა, რომელიც აქამდე არავის გამოუგონებია. წარსულს ბრინჯაოს ხანის საბრძოლო ეტლებამდე და ქადეშის ბრძოლამდე რომ არ ჩავუღრმავდეთ, ჯერ კიდევ 1917 წელს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომში სამხედრო მეთაური ნესტორ მახნო ცხენებშებმულ ეტლებზე ტყვიამფრქვევებს ამაგრებდა. ეს უკრაინული ტექნიკა ჰაილუქსისა და Land Cruiser-ის შორეულ წინაპრადად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე პირველ მსოფლიო ომში ფრანგები ტყვიამფრქვევით აღჭურვილ Ford Model T-საც იყენებდნენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში Ford Willys ჯიპმა და Chevrolet სატვირთოებმა შეცვალეს. დიახ,
მობილური ტრანსპორტის შეიარაღება ბორბლის გამოგონების დარი მიღწევა ვერ არის. თუმცა ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ისინი ქვეითების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ჩადელებმა კი გაბედეს და ალუმინისგან შექმნილი მანქანები მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ დაძრეს. და მაინც, როგორ შეიძლება დაახლოებით 2 ტონიანმა პიკაპმა 40 ტონიანი ტანკების კოლონა მიწასთან გაასწოროს? თუ არ გჯერათ, მაშინ მომისმინეთ. სუნძი ომის ხელოვნებაში წერს. სისწრაფე ომის არსია. ისარგებლე მოწინააღმდეგის მოუმზადებლობით. იარე მოულოდნელი გზებით და დაარტყიდა უცვლელ წერტილებს. ჰაბრეს არმიამ სწორედ ასე იმოქმედა. ტოიოტას ომის პირველი დიდი შეტაკება ლიბიის მიერ ოკუპირებული ჩრდილოეთ ჩადის ქალაქ ფადაში მოხდა. აქ დისლოცირებული ლიბიური გარნიზონი 5000 ჯარისკაცისგან, 105 ტანკისგან და საბჭოთა წარმოების 51 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-1-ისგან შედგებოდა. 1987 წლის 2 იანვარს ფადაში კალიების შემოსების მსგავსი ზუზუნი გაისმა. წამტვრის ღრუბლებმა დაფარა და სამხედრო ბაზას ტოიოტას პიკაპების ცუნამა გადაუარა. ბრძოლაში, რომელიც სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, კადაფის არმიამ დამანგრებელი მარცხი განიცადა. ჩადელმა მარბიელებმა 784 ლიბიელი სამხედრო, 92 ცალი T-55 და 33 BMP-1 გაანადგურეს. ყველაფერი, რაც მფრინავი ჰაილუქსების ბორტიდან გამოტყორცნილ სიკვდილს გადაურჩა, გამარჯვებულმა დაისაკუთრა. რის პარალელურადაც ლიბიელებმა მხოლოდ 3 პიკაპი და 18 მებრძოლი გაანადგურეს. განრისხებულმა კადაფიმ არმიის მთელი რეზერვი ჩადისკენ გადაისროლა და ქვეყნის აქტიური საავიაციო დაბომბვა წამოიწყო. გაგიგვირდებათ და ამან მისი კატასტროფა ვერ შეაჩერა. ფადას დაბრუნების შემდეგ ახალი სამიზნე უადი დუმი იყო. საავიაციო ბაზა, რომელიც ცოცხალი ძალით, მძიმე ტექნიკით, თავდაცვითი ფორტიფიკაციებითა და დანაღმული ველებით წინასწარ ძალიან გამაგრდა. მიუხედავად ამისა, ტოიოტას ფლოტმა ყველა წინაღობაში ისე გაიარა, როგორც ნაჯახი კარაკში გაივლიდა. ამის მიზეზი მარტივია: პიკაპების გადაადგილების სიჩქარე და მათი წონა. ჩადელმა სამხედროებმა შენიშნეს, რომ დანაღმულ ველზე სულ მცირე 100 კმ/სთ სიჩქარით გავლისას ნაღმები ან საერთოდ არ ფეთქდებოდა, ან იმდენად გვიან, რომ ავტომობილი უკვე უსაფრთხო დისტანციაზე იყო გასული. შესაბამისად, უადი დუმის ბაზა დაეცა. ტექნიკა მეტწილად განადგურდა, ხოლო ავიაციის ის ნაწილი, რომელმაც აფრენა ვერ მოასწრო, ჩადის ხელში გადავიდა. დომინოს პირველი ქვა უკვე წაქცეული იყო. ჯაჭვური რეაქციით ლიბიის არმია ყველა მომდევნო შეტაკებაში დამარცხდა და 1987 წლის აგვისტოსთვის ჩადის ჩრდილოეთი უკვე თითქმის სრულად გათავისუფლდა. ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდებოდა, რომ კადაფის ჯარებს ხშირად საკუთარი საწყობების დაბომბვაც უწევდათ, რათა ისინი მტრის ხელში არ მოხვედრილიყო. და აი მოვედით იქ, საიდანაც დავიწყეთ. საბოლოოდ, ტოიოტას არმიამ ჩადელები იმდენად გაათამამა, რომ ლიბიის ტერიტორიაზეც კი შეიჭრნენ და იქ მათენ ალ-სარას აეროპორტი დაარბიეს. 32 განადგურებულ თვითმფრინავს შორის საჰაერო გამანადგურებლები MiG-21 და MiG-23-ც მოხვდნენ. კადაფი მისღა შეძლო, რომ ტოიოტას პიკაპები თავადაც შეეძინა და მოწინააღმდეგეს სარკისებური ტაქტიკით შებრძოლებოდა. შემოსევა შეჩერდა, თუმცა ომში გამარჯვების იმედი დიქტატორმა საბოლოოდ დაკარგა. სიამაყეს გადააბიჯა და სამშვიდობო მოლაპარაკებები წამოიწყო. ყველაფერი 1972 წლამდე საზღვრებს დაუბრუნდა. ჩადმა აუზუს ხაზზე კონტროლი აღადგინა. ომი დასრულდა. მუამარ კადაფიმ, კაცმა, რომელიც ახალი აფრიკის ცეცხლითა და מחვილით შენებაზე ოცნებობდა, საკუთარი თვალით ნახა დამწვარი და აფეთქებული ტანკები, რომლებითაც ერთ დროს ძალიან ამაყობდა.
ყველაფერში დამნაშავე კი სატვირთო ავტომობილები იყვნენ. მოკრძალებული ჰაილუქსი, შეუჩერებელი Land Cruiser-ი, პიკაპები, რომლებიც ომის ლეგენდებად იქცნენ. პატარა თუმცა ძალიან გამძლე მანქანები, რომლებმაც ომის დოქტრინა ქვიშაზე სისხლით გადაწერეს. ამ სამურაებმა დაანახეს მსოფლიოს, რომ სისწრაფე ძალაზე მნიშვნელოვანია. როცა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი საბოლოოდ მოეწერა, ბაზებზე ნაომარი ჰაილუქსები და Land Cruiser-ები დაბრუნდნენ. ნატყვიარებით, შეღუნული კორპუსითა და უამრავი ნაკაწრით. თუმცა Toyota-s დიდებულებად სწორედ აქ იმალება. ომი ერთ საათშიც რომ განახლებულიყო, ერთგული პიკაპების ბრძოლის ველზე გასაგზავნად, გასაღების ერთი დატრიალებაც საკმარისი იქნებოდა. დიქტატორს, რომელსაც სჯეროდა რომ ისტორიის საკუთარ თავზე მორგება შეეძლო, ოცნებები ხელიდან ქვიშასავით გამოეცალა. მისი არტილერია დამდნარი რკინის სასაფლაოდ იქცა. მისი თითოეული მუქარა და პირობა Toyota-s ძრავების ხმამ გადაბარა. ამ სამშვიდობო შეთანხმებას დიპლომატიასთან საერთო არაფერი ჰქონია. ეს დამარცხება იყო. მარცხი, რომელმაც სოფლიოს ხმამაღლა გამოუცხადა. გეშინოდეთ ტანკების, თუმცა უფრო გეშინოდეთ პიკაპის, რომელსაც ტანკის ლულა ვერაფერს აკლებს. და ბოლოს, ერთ-ერთი ჩვენი წინა ვიდეოს დასასრულს, რომელიც Toyota Celica-s გენიალურ თაღლითობას შეეხებოდა, ვთქვით, რომ როცა პრობლემის წინაშე დგახართ და გონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობს, სადღაც შორს Toyota-s ინჟინერი ხმამაღლა იცინის. ახლა კი გეტყვით, რომ თუ ერთ დღეს ტელევიზორს ჩართავთ და ნახავთ, რომ ახლო აღმოსავლეთის უამრავი კონფლიქტიდან რომელიმე გამწვავდა, გახსოვდეთ, რომ სადღაც შორს Toyota-s აღმასრულებელი დირექტორი ფულს ითვლის და ინჟინრებზე ბევრად ხმამაღლა იცინის. მეცნობა მიეცა.